მოგესალმებით ჩემო კარგებო, მე გიგა ვარ ინსტრუქტორი და დღეს მე გადავიღებ გორის მოედნის პირველ ნაწილს და პირველ ნაწილში შევა საჭესთან დაჯდომიდან, პარკირებიდან გამოსვლამდე. მოკლედ რა ხდება ახლა? ვჯდებით პირველ რიგში საჭესთან და რა ხდება? ჯერ მოკლედ ამას მიმოვიხილავ. ორი მანქანა იწყებს გამოსდას. ყველა ქალაქში განსხვავებულად არის და ეს გასათვალისწინებელია, ვინც არიცით. ორი მანქანა იწყებს გამოსდას. ერთი იდგება ასე, აი უყურეთ როგორ დგავართ პირდაპირ ვუმიზნებთ პირველ პარკირებას. ხოლო მეორე მანქანა ერთ-ერთში მოგიწევთ აქედან დაჯდომა, იდგება ჩვენს გვერდით და გააკეთებს მეორე პარკირებას. აი ამ ზოლიდან დაიწყებს პირდაპირ. აი ამ ზოლიდან შემოუვლის იმ მეორე ჯოხს და მეორე პარკირებაში შევა. ახლა აქ რა ხდება მოკლედ დავჯექით საჭესთან, როგორ ვირგებთ სარკეებს. თავიდან კომპიუტერი რაღაცებს გველაპარაკება. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, ძალიან კარგი იქნება. მნიშვნელოვანს დიდს არაფერს არ იძახის. და მე რა ხდება? ერთხელ გადავწევთ გასაღებს, სხვა არაფერს არ ვაკეთებთ და ვირგებთ სარკეებს და როგორ უნდა მოვირგოთ მარცხენა სარკე მოკლედ. ამას დავაყენებთ L-ზე, დაყენდა და ეცადეთ რომ იყოს მარცხენა სარკე ცოტა დაბლა, აი ასე. რომ თავის წინ წამოწევის შემთხვევაში ვხედავდეთ უკანა საბურავს ბოლომდე და ცოტა ოდნავ დავწევთ, სივრცეს ვხედავდეთ მაქსიმალურად, რადგან გვინდა რომ ჯოხები კარგად ჩანდეს ჩვენ სარკეში, რომ არ აგვაბნიოს. მარჯვენა სარკეს კი უბრალოდ ასე მოვირგებთ, უკანა სახელური და დიდი სივრცე რომ ჩანდეს. სხვა დიდად მარჯვენა სარკეზე არაფერი არ გვჭირდება. შემდეგ რა ხდება? სკამსაც მოვირგებთ ამასობაში, კომფორტულად, აუცილებლად. და შემდეგ რა ხდება? დავქოქავთ. ჩამოვიტანთ D-ში. რუჩნიკს ჩავუწევთ. და ყველაზე მარტივი მეთოდი პარკირების არის, ანუ წინ რომ ორი ჯოხი გვაქვს, აი ეს ორი ბოძი. ორივე მხარეს მარჯვნივ და მარცხნივ აი ამ ზოლში უნდა დავტოვოთ თანაბარი სივრცე. არსად გახედვა არ გვჭირდება, თუ ვინმე გასწავლეთ რომ აი აქ უნდა გახედოთ რაღაც ჯოხი რომ იმალება, არც ვიცი რა ჯოხი უნდა დაიმალოს. ძალიან სისულელია ჩემთვის მაგალითად, იმიტომ რომ მაგის გამო ბევრი შეცდომას უშვებს და აქ ზუსტად ვერ ჩერდება. ანუ უბრალოდ თვალის ზომით გაჩერდებით, ისე რომ აი ამ ჯოხებს არ გასცდეთ. ჯობს საერთოდ უკან გაჩერდეთ ხოლმე, ნამდვილად ტკიპზე რომ არ მიხვიდეთ და აი ასე. ანუ თვითონ ეს სურათი დაიმახსოვრეთ, რა დაშორებივთ ვართ წინა ბოძებთან. ანუ ჯობს უკან დარჩეთ საერთოდ რა, გაითვალისწინეთ. შემდეგ რა ხდება, როდესაც აქ გავსწორდებით. ჩავაგდებთ სადნში. საჭეს დავკეცავთ ბოლომდე მარჯვნივ. ვიყურებით მარცხენა სარკეში და რა ხდება? უნდა გამოგვიჩნდეს აი პარკირებაში ხომ არის მესამე ბოძი. პირველი, მეორე და მესამე. მესამე კუთხის ბოძი გვჭირდება ჩვენ. იგივეა უკანაც. ერთი და იგივეა ეს ორი პარკირება, რომელიც არ უნდა შეგხვდეთ, იგივე კეთდება. მოკლედ, ვიყურებით ახლა ამ სარკეში და მესამე ბოძს როდესაც დავინახავთ, გავჩერდებით. პირველი მეორე, მესამეს დაინახავთ თუ არა, ეგრევე უნდა გავჩერდეთ. თუ ზედმეტად გასწდებით, შემდეგ უკვე ზუსტად ვეღარ შედის მანქანა. შემდეგ გავასწორებთ საჭეს. აი ასე და ამჯერად სარკე რადგანაც დაბლა დავწიეთ, რაში გვჭირდებოდა? უკანა ბორბალი უნდა დავაყენოთ Z წყვეტილ ხაზზე. ამ დროს შეგიძლიათ თავი წინ წამოწიოთ, რათა კარგად დაინახოთ და დავაყენოთ Z წყვეტილ ხაზზე ჩვენი უკანა მარცხენა საბურავი. 5-10 სანტიმეტრი წინ და უკან, აქ დიდს არაფერს შეგიცვლით ახლა. მე მგონი ჩანს რომ Z არის 5-10 სანტიმეტრი წინ და უკან დიდს არაფერს შეგიცვლით, მაგრამ Z თუ დააყენებთ, მანქანა იდეალურად შევა. შემდეგ რა ხდება? დავკეცავთ უკვე საჭეს ბოლომდე მარცხნივ. აქ უკვე ბევრი ფილოსოფია აღარაფერი გვჭირდება. წინ ვიყურებით. წინა ორი ბოძი, როდესაც გაგვისწორდება, აი ეს ორი ბოძი, გავჩერდებით, ესე იგი მანქანა ზუსტად დგას. შემდეგ გავასწორებთ საჭეს. საჭეს გასწორება არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ შესაძლოა მარცხნივ ხაზთან ახლოს იდგეთ. და საბურავი თუ კვეთავს ხაზს, მაგაზეც ჩავიჭრებით. პარკირებაში შემდეგ ჩავაგდებთ პარკინგში. ხელის მუხრუჭს ამოვწევთ, პედალს ფეხს აუშვებთ. 1, 2, 3 წამი გავჩერდებით. ამ დროს გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერს არ უნდა დაელოდოთ. კომპიუტერის მითითებებს არ დაელოდოთ. და უკვე წახვალთ. პირველი პარკირებიდან გავალთ. ადგილზევე დაკეცეთ ხოლმე საჭე, რადგან შესაძლოა შემდეგ კუთხე აღარ გეყოთ და ვეღარ გავიდეს და აუცილებლად გავდივართ
აი ამ ჯოხის მარცხენა მხრიდან აი ამ ზულში უნდა ჩავდგეთ. სხვა შემთხვევაში ჩავიჭრებით. იმედია გამოგადგებათ. და წარმატებებს გისურვებთ. კარგად.